ლენინისეულ საბჭოეთში, ჯერ საბჭოთა რუსეთში და შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირში, თავდაპირველად, პირველ წლებში საბჭოთა კავშირის შექმნისა, ქალისუფლებები სხვა იმ დროისთვის განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ბევრად უფრო აღიარებული იყო. საბჭოთა კავშირი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ქალს ჰქონდა მიეცა არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება, ასევე ჰქონდათ ქალებს აბორტის უფლება, კიდევ ერთხელ გავიმეორდები, ერთ-ერთი პირველი იყო ამ მხრივ მთელ დასავლურ სამყაროში, თუმცა შემდეგ თანდათან სტალინის მოსვლის კვალობაზე კონსერვატიზმმა იმძლავრა. 1936 წელს საბჭოთა კავშირში აბორტი აიკრძალა და ზოგადად ისეთი გარემო ჩამოყალიბდა, რომ საქართველოში მოგონებებს წერდა ერთ-ერთი ადამიანი, რომ გოგოს და ბიჭს ერთად არ უნდა ევლოთ და ერთ-ერთი უნდა გადასულიყო გზის მეორე მხარეს და მოკლედ აი ასეთმა კონსერვატიზმმა დაისადგურა. კითხვა დაისმის რატომ? ჩემი ვარაუდი, რომელსაც შემდეგშიც განვავრცობ თუ რატომ, არის ზუსტად ის, რომ ამ შემთხვევაში სტალინის პიროვნება, ის რომ თვითონ ის იყო ბევრად უფრო კონსერვატიულად მოაზროვნე, ვიდრე ზოგადად კომუნისტური ელიტა იყო. ხო, კიდევ ერთხელ გავიმეორდები, რომ საბჭოთა კავშირი იყო ის ქვეყანა, რომელსაც პირველად ყავდა ელჩი ქალი გაეროში, პირველი კი მართალია სტალინის დროს იყო, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორდები, რომ კონსერვატიზმმა იმძლავრა სწორედ მის ეპოქაში. რომ გადმოვინაცვლოთ თანამედროვე რუსეთში, რომელიც ასევე ქალისუფლებების მხრივ არ იყო მაინც და მაინც მithumetes ყოფით დონეზე, არ იყო ძალიან ჩამორჩენილი. ქალები მუშაობდნენ ტრამვაის მემანქანეებად, მძღოლებად, ტრაქტორისტებად, მშენებლებად, სად არ. ისეთ პოზიციებზე, რომლებიც ტრადიციულად რო იკითხო საქართველოში, ქალის სამსახური ბჭყალებში არ არის. მაგრამ თანდათან პუტინის რუსეთში ასევე მძლავრობს კონსერვატიზმი. გაუქმდა ოჯახში ძალადობის საწინააღმდეგო კანონმდებლობა, დაიწყეს საუბარი იმაზე ერთი პერიოდი ისეთი, რომ ქალი თუ ბავშვს არ გააჩენს, უნივერსიტეტში არ ჩავაბარებინოთ და 1000 სხვა ესეთი ურადიკალურესი აზრი, რომ ძალიან კარგია, როცა არასრულწლოვანი გოგოები ბავშვებს აჩენენ, გავამკაცროთ აბორტი, არ დაუშვათ, რომ ქმრის ნებართვა მოვითხოვოთ აბორტისთვის და სხვა მსგავსი ნელ-ნელა შემოვიდა რუსეთის ცხოვრების მენიუში. ჩემი აზრით, სხვათა შორის მაგას ხელი შეუწყო მათ შორის ჩრდილოკავკასიური ელიტის გაძლიერებამ და მოსკოვში ამ ელიტის ჩეჩნურის და დაღესტნურის ძალიან აქტიურმა ინტეგრაციამ მოსკოვის კრიმინალურ სამყაროში, გავლენის სფეროებში. საბჭოთა კავშირთან შედარებით თანამედროვე რუსეთმა გამოაჩინა მეტი მოქნილობა. საბჭოთა კავშირი რო დაიშალა, ეს დიდწილად ჩემი შეფასებით იყო იმის შედეგი, რომ საბჭოთა ელიტა და კომუნიზმი უპირისპირდებოდა ძალიან ბევრ ძალას სხვადასხვანაირს. ლიბერალებს, რომლებსაც მეტი თავისუფლება უნდათ, პიროვნული თავისუფლება. უპირისპირდებოდა კონსერვატორებს, უპირისპირდებოდა რელიგიურ ელიტას და ამტკიცებდა, რომ ღმერთი არ არსებობს, მებრძოლი ათეიზმი იყო შემოსული. უპირისპირდებოდა ნაციონალისტებს ამ რაღაცა ინტერნაციონალის სახელით და რაღაცა ერთა მეგობრობის და მოკლედ ყველაფერი იმის სახელით. თუმცა ეგეც ფასადური იყო, იმიტომ რომ მეორე მხრივ ყველა უცხოელს მტრად აღიქვამდნენ. ესე რო არ ყოფილიყო, ჩვენთან რასიზმი და ინდოელების მიმართ თუნდაც ასეთი სიძულვილი არ იქნებოდა, იმიტომ რომ ჩვენი წინათაობა რო ყოფილიყო, მართლა ყველა ერის მიმღებელი, მაგრამ მაგას თავი გავანებოთ. ამ ეტაპზე რუსეთის დღევანდელმა რეჟიმმა, პუტინმა გადაწყვიტა გარიგება. ხო, თავიდან კიდევ 2000-იანების დასაწყისში რუსეთში იყო ძალიან ძლიერი ნაციონალიზმი, როდესაც ხოცავდნენ განსაკუთრებით ქართველებს, მაგრამ სხვა, როგორც ისინი ეძახიან, კავკასიური ეროვნების პირებს. მაგრამ მერე მიხვდნენ, რომ შენ თუ გინდა რომ იმპერია იყო, შენ ვერ იქნები ეთნიკურად ბჭყალებში წმინდა და რასობრივად. შენ მოგიწევს, რომ სხვა ერებს რაღაც ადგილი მაინც დაუტოვო. თუმცა ეს ადგილი, რა თქმა უნდა, არის მეორე ხარისხოვანი, მაგრამ მაინც. და რა გარიგებაზე წავიდა კრემლის რეჟიმი ასეთ ესე იგი ეთნიკურ ჯგუფებთან.
რომ თავარია თქვენ მე მაღიაროთ, თაყვანი მცეთ, ჩემი პირველობა აღიაროთ პრიმატი და თქვენს რეგიონებში რაც გინათ ისქენით. ამის ძალიან კარგი მაგალითი არის კადიროვის ჩეჩნეთი, რომ კადიროვს რასაც უნდა ჩეჩნეთში იმას აკეთებს. ადამიანებს გალიებში ამწყდებენ, ქუჩებში კლავენ, აწამებენ, მდუღარე წყალს ასხამენ. ამაზე არანაირი რეაქცია. კადიროვზე ვინმე რამე რო თქვას, მკვლელებს უგზავნიან, მათ შორის დანარჩენი რუსეთის ტერიტორიაზე. რუსეთის სამართალდამცავ სტრუქტურებს ამაზე დიდი რეაქცია არ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ რაც ჩეჩნეთში ხდება, ანუ რუსული კანონმდებლობითაც კი არის დანაშაულები დიდწილად. იქ არასრულწლოვნების ქორწინება გოგოების დიდ მაღალჩინოსნებთან, სრულწლოვან მაღალჩინოსნებთან როგორც პიარდება, ანუ ეს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რუსული კანონმდებლობითაც არის დასჯადი ის ქმედებები, რომლებიც იქ ჩაიდინება, მაგრამ მაგაზე კრემლი არ რეაგირებს იმიტომ რომ კადიროვის და მისი რეჟიმის და სხვა მსგავს რეჟიმთა ერთგულების სანაცვლოდ. თუმცა ამის ფასი არის ისიც, რომ რა თქმა უნდა ეს რეჟიმები ადგილებზე რო ძლიერდებიან და მდიდრდებიან, ისინი ჩადიან მოსკოვში და იქაც იწყებენ თავიანთ ბიზნესებს და იქაც მათ აქვთ გარკვეული წილი ბიზნესში და ფულის შოვნაში. ეხლა ეს ყველაფერი რო გადავიტანოთ მსოფლიო მასშტაბით, იმიტომ რომ დღეს მაგალითად 50-60 წლის წინანდელთან შედარებით მსოფლიო ბევრად უფრო ურთიერთდაკავშირებულია, ხო, უფრო მარტივია მოგზაურობა, მგზავრობა, ინფორმაციის გაცვლა. ეხლა ძალიან ხშირად ამბობენ, რომ დღევანდელ სამყაროში დემოკრატია განიცდის უკუსვლას და რაღაც ბლა ბლა ბლა. ხალხო, მოდით გავიხსენოთ, ანუ დავიჯეროთ, რომ 60-იან წლებში უფრო მეტი სახელმწიფო იყო დემოკრატიული, ანუ უფრო მეტ სახელმწიფოში შესაძლებელი იყო ხელისუფლების არჩევნების გზით არაძალადობრივად ჩანაცვლება, ვიდრე დღეს. ან დავიჯეროთ, რომ უფრო მეტ სახელმწიფოში იყო ადამიანის უფლებები დაცული? არა, არ იყო. მაგრამ 60-იან წლებში რაც იყო და 70-იანებში იყო ის, რომ იყო რამდენიმე დასავლური ქვეყანა, მათ შორის მაგალითად ამერიკა, კანადა, ავსტრალია და ევროპული ქვეყნები, სადაც ადამიანის უფლებები იყო საკმაოდ კარგად დაცული, თუმცა ახლა შიშინო პირებთან მიმართებაში ძალიან სადავოა, იმიტომ რომ კიდევ შეიძლებოდა სტერილიზაცია შიშინო პირების და კიდევ ძალიან ბევრი სხვადასხვა ცუდი რამე იყო, რაც დღეს არ არის, ამიტომ ამ ხრივ იქაც ევროპაშიც რაღაც წინსვლები გვაქვს, მაგრამ ზოგადი ფონი მაინც იყო ის, რომ ამ ქვეყნებში იყო კარგი მდგომარეობა უფლებრივი კუთხით 90-იან წლებშიც და დანარჩენ სხვა ქვეყნებში იყო საკმაოდ ცუდი მდგომარეობა. 90-იან წლებში, როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი, საბჭოთა კავშირში კატასტროფული მდგომარეობა იყო უფლებების კუთხით. როდესაც ის დაიშალა, ანუ ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ევროპული ღირებულებები და ფასეულობები შევიდა ამ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, შევიდა. ანუ ადამიანის უფლებათა იდეის და დემოკრატიის ექსპორტი მოხდა და არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სხვა ბევრ ქვეყანაშიც მათ შორის. მაგრამ მეორეს მხრივ ასევე მოხდა დიქტატურების ექსპორტიც დასავლური ქვეყნების მიმართულებით. პირდაპირ გაგებით შეიძლება, ხო, ევროპული ქვეყნები არ არის დიქტატორული და არ გავს თუნდაც რაც ხდება საქართველოში, რაც ხდება ცენტრალურ აზიაში, რაც ხდება ბევრ აფრიკულ ქვეყანაში, ბევრ აზიურ ქვეყანაში, ჩინეთში, რა თქმა უნდა არა, მაგრამ იქაური პოლიტიკოსები და პარტიები, რაც ხდება რუსეთში, იქაური პოლიტიკოსები და პარტიები რაღაცებს სწავლობენ ამ თუნდაც რუსეთისგან, თუნდაც ბელორუსისგან, ჩინეთისგან. მათ გადმოიღეს ზოგიერთი კონსერვატიული აზრი. და დაიწყეს ისევ ლაპარაკი თუნდაც ამერიკაში, ხო, ტრამპისტებმა იმაზე, რომ ქალის ადგილი არის სამზარეულოში, რომ ეს ქალები ძალიან გაპარპაშდნენ. რატომ? მათ ეს იდეოლოგია მიიღეს არაბული სამყაროდან რაღაცა ამ ცენტრალური აზიიდან, რაღაცა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, რაღაცა აფრიკული ქვეყნებიდან, რომლების ლიდერების, ძალიან დიდ ნაწილს ფული ბრიტანეთში და საფრანგეთში აქვს შენახული და ეხლა ჩვენ ვუყურებდით როგორ იძახდა კადაფი და როგორ ითხოვდა სარკოზისგან რაღაცა ფულის დაბრუნებას, რომელიც მას მისცა წინასაარჩევნო კამპანია რო დაუფინანსა. ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ გავლენა არასდროს არ არის სამხრივი. და აი ეს ქვეყნები მძიმე წარსულით და მძიმე ისტორიით რო გადაზდებენ თავიანთ პრობლემებს და დებენ თავიანთ პრობლემებს, უფრო
ესე ვთქვათ, განვითარებულ ქვეყნებს, სადაც იყო დემოკრატია, იყო ადამიანის უფლებები, მაგრამ როგორც მაგალითად ჩვენ სწავლობთ რაღაცას, რო ჩავდივართ ევროპაში და ის კარგია და ის გვინდა გადმოვიღოთ და მოვითხოვთ, ასევე სწავლობს ჩვენი ძვირფასი ბჭყალებში ხელისუფლება ევროპული ლიდერებისგან, მაგრამ ხო, აი ნაციონალისტური პარტიებისგან, ორბანისგან, მაგრამ არა მხოლოდ ასევე ჩინეთისგან, ბელორუსებისგან სწავლობენ რაღაცებს, როგორ უნდა დათრგუნონ თავიანთი ხალხი, როგორ გამოიყენონ ეს ხელოვნური ინტელექტი, რომ მომიტინგეები აღმოაჩინონ და სახეები ამოიცნონ. ამიტომ ეს არის სამწუხაროდ იდეების გაცვლის უარყოფითი ნიშანი, უარყოფითი ესეთი გვერდითი მოვლენა, რომ ერთის მხრივ რა თქმა უნდა, კარგი იდეებიც ვრცელდება მთელ მსოფლიოში, მაგრამ მეორეს მხრივ ცუდი იდეებიც უფრო ადვილად ვრცელდება, ადრე უფრო გამიჯნული თუ იყო და ერთმანეთისგან იზოლირებული, ეხლა ბევრად უფრო ადვილი ამ იდეების მთელ მსოფლიოში მიმოფანტვა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებებზე საუბარი ყველგან და მაგალითად საქართველოში უფლებებისთვის ბრძოლა ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაც ნაწილ გარკვეულწილად მსოფლიოზეც ვახდენთ ზემოქმედებას და პირიქით მსოფლიოში რაც ხდება უფლებების კუთხით ჩვენზეც ახდენს ზემოქმედებას.